Sakstat-ის ცნობით, წინა წლის იანვრის თვესთან შედარებით 2026 წლის იანვრის თვეში საქართველოსთან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 3224%-ით, ნამდვილად არ მოგესმათ, 3224%. საქართველოს 56 მილიონი ამერიკული დოლარის მზა ნავთობპროდუქტი გაიტანა ქვეყნიდან. მაშინ როცა ყულევის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ძალმზეიმით გახსნეს ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდე სამშენებლო ფაზაშია და არ დასრულებულა იქ სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ ვხედავთ ნავთობის გადამუშავების სიმულაციას რეალურად, იმიტომ რომ ამ მოცულობის ნავთობი საქართველოში უბრალოდ არ მოიპოვება. ეს მზა ნავთობი 2026 წლის იანვარში უკვე გასულია საქართველოსთან ძირითადად სამი მიმართულებით თურქეთში, მალტასა და სინგაპურში. უბრალოდ რიცხვებს რო დავაკვირდეთ, წინა წლის მთლიანი მოცულობა, ფაქტობრივად მთლიანი მოცულობა იყო 80 მილიონი დოლარი, ხოლო წელს მარტო იანვრის თვეში გვაქვს 56 მილიონი დოლარის ნავთობი გატანილი ქვეყნიდან. ეს ფაქტი, რომელიც ცალსახად არის მახინაცია, პირდაპირ ვთქვათ, არის მახინაცია, ზრდის, რა თქმა უნდა, რისკს ერთის მხრივ, რომ საქართველოს მოყვეს ყულევის სპორტი და შესაბამისად ქვეყანა მოყვეს ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტში და ძალიან ცუდი ყურადღება მიიპყროს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, იცით რა ვითარებაც არის რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან და რუსული ნავთობით ვაჭრობასთან დაკავშირებით. რატო ვახსენებ რუსულ ნავთობს? იმიტომ რომ არსებობს მხოლოდ ორი სცენარი, რომლითაც შეიძლება საქართველოსთან ამ მოცულობის ნავთობი გასულიყო სხვა ქვეყანაში. პირველი სცენარი ეს არის იმპორტირებული ნედლი ნავთობი, რომელიც რეალურად დიზელი ან ბენზინი პირდაპირ და საქართველოში ეცვლება მას სახელი, აღირიცხება როგორც ადგილობრივი და ექსპორტზე გადის აქედან როგორც საქართველოსთან გატარილი ნავთობი. აქ დამამძიმებელი გარემოება ერთის მხრივ არის დოკუმენტაციის გაყალბება და პირდაპირ კრიმინალია, ტრანსნაციონალური და მეორეს მხრივ დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ ეს ნავთობი, რომელიც დიდი ალბათობით არის რუსული წარმომავლობის, უკვე გატანილია ევროკავშირის ქვეყანაში, მოგეხსენებათ, რომ მალტა ევროკავშირის ქვეყანა. მეორე ვერსია არის, რომ შემოდის რუსული ნედლი ნავთობი და რაღაცა სასწაულებრივი მანქანებით ყულევის ტერმინალში, გადამამუშავებელ ქარხანაში ეს ნავთობი გადამუშავდა ნედლი ამ მოცულობის და ესე გავიდა საქართველოსთან. თუმცა მეცნიერულად შეუძლებელია, რომ ამ მოცულობის ნავთობი ამ დროში დაუსრულებელმა ტერმინალმა, სადაც ჯერ კიდევ დაუსრულებელ ქარხანამ, სადაც ჯერ კიდევ სამშენებლო სამუშაოები მიდის, გადაამუშავოს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ მოცულობაზეა ლაპარაკი. ეს ოპერაცია პირდაპირ აყენებს საქართველოს რისკის ქვეშ, რომ ის მოიქცეს ისეთი სანქციების ქვეშ, რომელიც პირდაპირ უთყავს საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას. აი იმ ქვეყანას, რომელშიც დღეს კვერცხის ფაზზე მთელი პარლამენტი არის დარაზმული, ამ ქვეყნის მთელი ფინანსური ინსტიტუციები და ფინანსური სტაბილურობა შეიძლება ჩამოიქცეს იმ სანქციების გამო, რომელიც არის გათვალისწინებული ასეთი მაქინაციებისთვის. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ უკანასკნელი ახალი ამბებიდან, თუ რა დღეში აგდებს ტრამპის ადმინისტრაცია და შეერთებული შტატების მთავრობა აი ამ რუსულ ჩრდილოვან ფლოტს, იქნება ეს კარიბის ბასეინში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას. მოვითხოვთ, რომ გასაჯაროდეს აბსოლუტურად ყველა დეტალი ამ ნავთობის წარმომავლობასთან, ნავთობპროდუქტის წარმომავლობასთან და გასაჯაროდეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ აი ეს წინ რაც ჩამოთვალე ეჭვები გაქაცკლებული იქნეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს დოკუმენტაცია არ იქნება გასაჯაროებული, ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ აქ გვაქვს მორიგ მეკობრეობასთან საქმე, ოღონდ საშიშროება და მასშტაბი უკვე აი ამ ქართული მეკობრეობის აბსოლუტურად სხვა ხარისხში არის აყვანილი. საქართველოს ფაქტობრივად ეხმარება რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს, რომ გვერდეავაროს სანქციებს და სანქცირებული ნავთობპროდუქტები საქართველოს გავლით გაიტანოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.